ადამიანი ცვლის. დროების ადამიანი. ეს არის გელა ხასაია, ის მანამდეც გახდა ფიზიკური ანგარიშის სწორების მსხვერპლი. გელა ხასაია. მოვდივარ. გელა ყოველთვის იყო ძალიან მშვიდი ადამიანი და გამორჩეულად ახასიათებს უსამართლობასთან ბრძოლის დაუოკებელი ჟინი. აფხაზეთში მაგალითად კედლებზე ჩუმად ხატავდა რაღაცა, შეიძლება იყოს ეს საქართველოს დროშა, ან რაღაც პატარ-პატარა წარწერები, რომ აი ჩვენ მალე დავბრუნდებით და არსებობს ერთი ესეთი ფოტო, აქ შევხვდებით. მეც დევნილი ვარ და ჩემი ოჯახიც, მიუხედავად იმისა, რომ მე თბილისში დავიბადე და თვალით არასდროს არ მინახავს აფხაზეთი, გელა არის ადამიანი, რომელიც აი ჩემი ოჯახის მერე არის პირველი, ვისთანაც შეხება მაქვს, რომ აი უნახავს აფხაზეთი და თან ჩემ ასაკთან ძალიან ახლოს მყოფი ადამიანია, რომელიც აი იმ ემოციებს ისე გადმოსცემს, თითქოს ჩემი ნათესავია და როგორც ჩემები რაღაც მიყვებიან იქაურ ამბებს და იხსენებენ, ზუსტად იგივენაირად ყვება გელაც და ხუმრობაც მქონდა, რომ მე ანა და გელა პარტიაში ვართ აფხაზეთი და დევნილები და პატარა დევნილების ფრთა მქონდა და ჩვენთვის ეს რაღაცა ტრიოს მეგობრობა იყო ყოველთვის გამორჩეული, იმიტომ რომ ჩვენი სენტიმენტები გვაკავშირებდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ აი გელასთან მე ესე ბავშვობის წლები არ გამიტარებია, ძალიან ხშირად მithქვამს და აღმინიშნავს კიდევაც საკუთარი ძმისაგან არ განვასხვავებ გელას, იმიტომ რომ ძალიან მოკლე დროში ძალიან ახლო მეგობრის სტატუსით დაიკავა ჩემს ცხოვრებაში და ასევე ის რომ აი ის ადამიანი არის მართლა ბუნებით ქველმოქმედი, არასდროს არავინ არ ავალდებულებდა და არავის არ დაუვალებია თუნდაც მისთვის რომ ეს ოდესმე ან ეკეთებინა, ან ყოფილიყო ქველმოქმედი და ასე შემდეგ, ის თვითონ ჩამოყალიბდა ისეთ ადამიანად, რომელსაც სხვისი გაჭირვება იმდენად ახლოს მიაქვს გულთან, რომ აი სრულიად უცხოსაც უნდა რომ რაღაცა პრობლემა მოუგვაროს. დღეს ამ სკამზე მე ვზივარ და არა გელას ეს ვთქვათ პირველი ეტაპის ოჯახის წევრები, დედა, მამა, ძმა. ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ვუფრთხილდებით ამ ადამიანების უსაფრთხოებას. გელა ხასაია აქ იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის, ქვეყნის გადარჩენისთვის და მის სახლში დაბრუნებისთვის. მისი ოჯახის წევრები დღემდე იქ არიან და მათ ცხოვრობენ და როგორც გელა იბრძვის, ისე ისინიც იბრძვიან საქართველოსთვის, იმ სახლისთვის და იმისთვის, რომ მათი შვილი იყოს მათთან, როცა მოუნდება მაშინ. დეიდა მისი მიყვებოდა ესეთ ამბავს. გელა, როდესაც პატარა იყო, აი ყველაზე ბავშვობის ასაკში ძალიან რთული იყო მისი თანდასწრებით სახლში ქათამსაც ვერ დაკლავდიო. იმდენად ეცოდებოდაო, რომ მისთვის ეს იყო სრულიად მეუღებელი და ალბათ იმ პატარა ასაკიდან, როდესაც ესეთი ჰუმანური ადამიანი იყო, ეს და გარემო პირობები, რომელშიც იზრდებოდა, იმიტომ რომ საოცარი ოჯახი ყავს გელას მართლა და ყველა გავიცანით ამ ამბის დამსახურებით და ისინი რაღაცას ყვებია, რომ ვერ ფიქრობენ, ვერ აკავშირებენ იმ ბავშვებს, იმ მიამიტურ, იმ კეთილ ადამიანს, როგორ შეეძლო რაიმე ფორმით იმ რეალობაში აღმოჩენილი, როგორშიც დღეს არის. და მანქანა რო დავინახეთ, რომ იყო ეს ყოჭავლის, იჩვეული ვიყავი და რა უნდა იყოს ახალი, მაგრამ იდგა რაღაცა მძაფრი სული, რომელიც აი სულთქვას აძლიერებდა. გელა ხასაია პოლიტიკური აქტივისტი, წლების მანძილზე ანტისამთავრობო პროტესტის წინახაზია. თუმცა ამჯერად, როდესაც წყლის ჭაუთან პირისპირ აღმოჩნდა, მალევე იგრძნო, რომ რაღაც სხვანაირადაა. წყალში იყო გარეული რაღაც ნივთიერება, რომელიც დასვლებასთან ერთად გწვავდა. მე და გელა ხასაია ერთმანეთს დაგვიკავშირა პროტესტმა და რაღაცნაირად ესე გარდაიქმნა, რომ განუყრელ დუეტად ვიქეცით და თუ სადმე რამე იყო დასაორგანიზებელი, შანსი არ იყო, რომ ანგელა ყოფილიყო მარტო, ან მე ყოფილიყავი მარტო და ყველა საქმეს ვაკეთებდით ერთად და ამ ნაწილში ვიყავით საუკეთესო პარტნიორები და დღესაც, როდესაც გელასთან ვიყავი შესული, უთხარი რაღაცნაირად ცოტა ფრთამოტეხილად ვგრძნობ თავს თქო. ბუნებრივი არის მისთვის ეს ყველაფერი, ეს რეალობა არ არის მარტივი, მაგრამ მან ზუსტად იცის ვინ არის, სად არის და რისთვის იბრძვის.
გელა რასაც გვიყვებოდა, მახსენდება ესეთი კონკრეტული ამბები, როდესაც იქ აფხაზეთში მაგალითად რაღაც კედლებზე ძალიან ჩუმად ხატავდა რაღაცა. შეიძლება იყოს ეს საქართველოს დროშა, ან რაღაც პატარ-პატარა წარწერები, რომ აი ჩვენ მალე დავბრუნდებით და არსებობს ერთი ესეთი ფოტო. აქ შევხვდებით. ძალიან ცნობილი ფოტო, რომელსაც ხშირად აზიარებენ ხოლმე სოციალურ ქსელში და თუნდაც ის რომ ეს ფოტო ბევრს აქვს ნანახი და ბევრმა არ იცის, ვისი გაკეთებულია წარწერა, ვისი გადაღებულია ფოტო და ასე შემდეგ. ეგ არის რომ მას ის პატარ-პატარა რაღაცა თავისი პროტესტი პატარა ბავშვობის ასაკშიც ხშირად ქონდა ხოლმე, რომ ან დროშა უნდა მიეხატა, ან შეიძლება რაღაცას ბეჭდავდა დროშის ფორმის, იმიტომ რომ ყველაზე მარტივი გასავრცელებელი ეგ იყო და ეს აუცილებლად უნდა ყოფილიყო პატარა ზომის, რომ თორსად ვინმეს არ გაეჩერებინა რაღაც და საფრთხე რო არ შექმნოდა, უნდა დაემალა თავისი წვლილი შეტანას იმ ასაკშიც ყოველთვის ცდილობდა. გელა ხასაია სოხუმში სწავლობდა უნივერსიტეტში და მან იყო არა რუსული პასპორტით, არამედ ქართული პასპორტით და ეს მისთვის იყო ყოველთვის სიამაყე და სკოლის პერიოდებზეც ესე რაც მახსოვს და მსმენია, ყოველთვის იყო სამართლიანობის მხარეს და ყოველთვის ცდილობდა რომ ვინც იჩაგრებოდა მის გვერდით მდგარიყო. სტუდენტობის წლებზე და უფრო სკოლის პერიოდზე რაც მე მახსენდება გელასგან მოყოლილი არის ის რომ მაგასაკში როდესაც აფხაზეთში ცხოვრობდა ჯერ კიდევ და სანამ თბილისში გადმოვიდა და გიდიც იყო და აფხაზეთში ტურისტებთან კომუნიკაციაში შედიოდა და ყოველთვის უყვებოდა მისი თვალით დანახულ თუნდაც აფხაზეთის ისტორიასაც უყვებოდა რა გამოვიარეთ. ბოლო ტურისტები ყავდა გერმანელები რომლებსაც პირდაპირ უთხრა რომ აფხაზეთი არის საქართველო, რაც შემდეგ იქ გაიგეს და ამის შემდეგ მასზე აღიძრა როგორც მოღალატეზე საქმე და მას მოუწია რომ ბრძოლა მისი მიწისთვის, ბრძოლა საქართველოს ტერიტორიისთვის გაეგრძელებინა ენგურს აქეთ და ამის შემდეგ მან აქ დაიწყო აფხაზური ამბების კეთება. აფხაზური ამბები იყო ის წერტილი, რომელიც აფხაზეთთან დევნილ ადამიანებს აკავშირებდა იმ მიწასთან, იმ ქუჩასთან, იმ სახლთან, რომლის დატოვებაც მოუწიათ. მარტივად რომ დავახასიათო მაგალითად 2020 წლამდე ან 2019 წლამდე აფხაზეთთან დევნილი ადამიანებისთვის გელა იყო თვალისჩინი, იმიტომ რომ გელას მეშვეობით მათ შეეძლოთ ენახათ საკუთარი ეზო, საკუთარი სახლი და საკუთარი ქუჩა, რომელიც წლების განმავლობაში არ უნახავთ და ჰქონდათ ნოსტალგია ამის მიმართ. და შესაბამისად ყველა ადამიანი გელას უკვე იცნობდა, იქ მყოფსაც და შემდეგ რა თქმა უნდა აქ მყოფსაც, როდესაც ფიზიკურად იხილეს და სადღაც 2020-ში დატოვა გელამ საქართველო, წავიდა ბელგიაში, თუმცა წელიწად ნახევრის შემდეგ, როდესაც ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ 2020 წლის შემდეგ როგორ დღითიდღე ნაბიჯ-ნაბიჯი იზრდებოდა ამ ქვეყანაში დიქტატურა და როგორ მიგვათრებდნენ რუსეთისკენ, ვერ გაუძლო ამ ყველაფერს უბრალოდ სხვა ქვეყნიდან და გადაწყვიტა რომ ჩამოსულიყო. და ჩამოსვლის შემდეგ მაგ პერიოდში იმართებოდა ბიჭვინთის აქციები და რა თქმა უნდა ეგრევე ამ ყველაფერს ჩაუდგა ეს ვთქვათ სათავეში და ჩავარდა თავით ამ ყველაფერში და პირველად მე გელა ვნახე დროას ოფისში მცხეთის ქუჩაზე, როდესაც დინამიკები ვათხოვე. და მან იმდენად აჟიტირებულად და იმდენად ენთუზიაზმით იყო ამ საკითხის მიმართ, რომ მივხვდი, რომ ეს ბიჭი არის ის, ვინც არასდროს არ გაჩერდება და სწორედ ესე მოხდა, რომ არც ერთ დღეს, არც ერთ წამს გელა არ გაჩერებულა, არ მახსოვს როდის დაისვენა. მართლა სიმართლე რო გითხრათ, არ მახსოვს გელა ხასაიამ ბოლოს როდის დაისვენა. ეხლა ალბათ უფრო ახერხებს ძილს, ვიდრე გარეთ მყოფი გელა. ამ ბიჭვინთის აქციების შემდეგ ჩვენ გვახსოვს, რომ აფხაზეთში ტყვედა იყვანეს ირაკლი ბებუა და ირაკლი ბებუას პირველი დღის ტყვეობიდან მის თავისუფლებაზე გამოსვლამდე გელა ხასაია იყო ის, ვინც ყოველთვის იბრძოდა ამ ადამიანისთვის. ამის შემდეგ უკვე ჩვენ დაუმეგობრდით, დავახლოვდით და ერთმანეთისთვის გავხდით ოჯახის წევრები. ფიზიკური ძალადობის მორიგ სერიას ვადევნებთ თვალს პოლიციელების მხრიდან. კიდევ ერთ ადამიანს აკავებენ ადგილზე. თუ სწორად ხედავ, ეს არის გელა ხასაია, ის მანამდეც გახდა ფიზიკური ანგარიშის სწორების მსხვერპლი. გელა ხასაია. მოვდივარ. როდესაც გელას ბოლო დაკავების შესახებ გავიგეთ, 29 სექტემბერი იყო და ანამ მომწერა, რომ გელას ვერ პოულობო. ჩვენ ესეთი ტრადიცია გვაქვს ჯგუფში სამეგობროს, რომ ყველა სათითაოდ იწერება, როდესაც სახლში მივარო, ყველა ერთმანეთს საქმის კურსში ვიყავ და ყველა ერთმანეთს ვამოწმებთ, რომ ამის შესახებ უნდა დავწმუნდეთ და ანამ მითხრა, რომ თან
გავაბარეო და გავაფრთხილეო, რომ როგორც კი მიხვალ მომწერა და კიდევ დაახლოებით 1 თუ საათიან საათნახევარი გავიდა და უკვე ანა ამბობს, რომ გამომძიებელმა დამირეკაო. უკვე ვიცოდით, რომ ნამდვილად გელა გადაიყვანეს და სადღაც იყო პოლიციაში და ჩვენ წავედით დიღმის იზოლატორში მესამე სამმართველოსთან. თითქმის გავათენეთ, არ ვიცი 4-5 საათამდე, აი 10 საათზე დაკავებული ადამიანი რაღაც 4-5 საათამდე არ იყო შესახლებული და არ ვიცოდით მასზე არაფერი და სანამ ადვოკატი შევიდა და ჩვენ გარეთ ქონდა ის ფიქრები და განხილვები, რომ რა მიზეზით შეიძლება და ყოფილიყო გელა დაკავებული, რომელ აქციას შეიძლება უკავშირდებოდა ეს ყველაფერი. აი ბოლოს რამე ისეთი ხო არ იყო, რომ ამაზე მოდავებოდნენ და კონკრეტული რაღაც ქმედება ყოფილიყო, რაც შეიძლება სხვანაირად დაეხატათ და ასე შემდეგ და როდესაც ადვოკატი გამოვიდა და გვითხრა, რომ ეს ეხებოდა სრულიად სხვა დღეს, სხვა ამბავს არ იყო აქციასთან შუაში და სხვა უცხო ადამიანები იყვნენ საქმეში და მათ შეხვდა, ვიღაცებმა იჩხუბეს, ამ ჩხუბის დროს თურმე გელა იქ იყო და აი ამას ედავებიან, სრულიად წარმოუდგენელი იყო ჩვენთვის, იმიტომ რომ ამ კონკრეტული ფაქტის შესახებ არც კი უხსენებია გელას და მაშინვე თქვა გელამ, რომ ესო იმდენად უმნიშვნელო რაღაც იყო, რომ სულ სხვა უცხო ადამიანები შემხვდნენ და მე შემდეგ შემთხვევის ადგილიდან წამოვედი, იქ არც კი დავრჩენილ ვარ, რომ საერთოდ ვერ ვხვდები რა შეხება და რა კავშირი შეიძლება და მქონოდა. შემდეგ უკვე მისთვის სრულიად უცხოა და არ ყოველგვარი გაცნობის გარეშე, რაიმე უფლების განმარტების გარეშე, თითქმის 10-მდე პოლიციელმა წაიყვანა და შემდეგ უკვე სასამართლოზე პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ჩვენო ზარის მეშვეობით შევატყობინეთ და თავისი ნებით და თავის ფეხით არის მოსულიო, რაც სრულიად არ შეესაბამებოდა სიმართლეს და ეს საქმე შეიძლება უფრო მეტწილად იყოს პოლიტიკურად მოტივირებული, იმიტომ რომ რეალურად იმ კონკრეტულ ქმედებასთან გელას შემხებლობაც კი არ აქვს, არათუ რაიმე ებრალეულობა, არამედ შემხებლობაც კი არ აქვს და შესაბამისად, როდესაც კონკრეტულ ადგილას არ ყოფილხარ და გეუბნებიან, რომ აი შენ იყავი და მით უფრო დანაშაული ჩაიდინე, უკვე სხვა კითხვის ნიშნებს აჩენს. სოლიდარობა გელა ხასაია. სოლიდარობა. ავისუფლება გელა ხასაია. ავისუფლება. გელა დაკავებული არის ის ადმინისტრაციული წესით ალბათ 3-ჯერ ან 4-ჯერ. და ყველა დაკავების დროს ჩვენ ერთად ვიყავით. ერთი პერიოდი იყო, რომ 24 საათში 2-ჯერ დაგვაკავეს აეროპორტში და შემდეგ ყვარელში, როდესაც ლავროვების ქორწილს ვაპროტესტებდით და ზარზეიმი ჰქონდათ მან. მან ფაქტობრივად რაღაც მინი დარბევა მოგვიწყვეს და ტყეში შეგვათრიეს და 1-2-3 საათი არ ვიცოდი სად იყო და ნერვიულობდი და ის ჩემზე ნერვიულობდა და გელას ბუნებრივი მდგომარეობა არის, რომ ის ყოველთვის ზრუნავს, ფიქრობს, დარდობს სხვაზე. მე როდესაც გავიცანი გელას დედა, გელას მამიდები, მივხვდი რატომ არის ესეთი. შეუძლებელი არის ქალბატონ ლელას გაეზარდა სხვანაირი შვილი, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის თვითონ ისედენად მზრუნველი, არ ვიცი, საუბარში შეიძლება დედა გიძახოს, იმიტომ რომ ანუ ბუნებრივი მდგომარეობა ამ ოჯახის, რომ სიყვარულის ადამიანები არიან, კეთილი ადამიანები არიან და სხვაზე მზრუნველი ადამიანები არიან და არ არსებობს რომ ვინმე სადმე მარტო დატოვონ და გელა არის ის დიდი ძალა ამ პროტესტში, რასაც ჩვენ სოლიდარობის ჯაჭვს ვეძახით, რომ ესე ყველგან ყველაფერს აკოწიწებდა, რომ ყველა ერთმანეთის მიმართ სოლიდარული ყოფილიყო და ყველას ყველაფერი გავკეთებინა იმისთვის, რომ არავინ არსად მარტო არ დარჩენილიყო. გელა არის საკმაოდ მხნედ, აქეთ გვამხნევებს და დანარჩენი რაც პირველივე დღიდან დაიბარა და როდესაც ადვოკატი გამოვიდა, წერილი გამოატანა, თქვა, რომ თუ ერთადერთი რისიც მეშინია ეს არის, რომ ქვეყნის დაკარგვისო და სამშობლოს დაკარგვის ეშინია, სხვა მხრივ სიუჟეტშიც აქვს არაერთხელ ნათქვამი, რომ ის ელოდა ზოგადად დაკავებას და ყოველთვის იცოდა, რომ შეიძლება დღეს ხვალ ან რაღაც ახლო მომავალში რაღაც მიზეზის გამო დაეკავებინათ და უბრალოდ თვითონ უკვირს, რომ ამდენად აბსურდული მიზეზია, მაგრამ როგორც ამბობს, ელოდა და მისთვის რაღაცა სურპრიზი არ ყოფილა წინასწარ, რომ იცოდა, რომ მის ქმედება შეიძლება და რაღაც ესეთი მოყოლოდა იმცეთ რეპრესიულ სახელმწიფოში, როგორც დღეს ჩვენ ვართ. თავს გზნობრავი ნორმალურად, ციხის პირობებისთვის, ალბათ ნორმალური ქვია ამ მდგომარეობას. ცუდად არ ვარ, კარგად ვარ და ამ კარგად ყოფნის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ადამიანები ისევ პროტესტში არიან. და რუსულმა ოცნებამ ვერ შეძლო ერთ-ერთი დაშინებით ამ ადამიანების გაჩერება და ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ადამიანები უწყლოდად აგრძელებენ იმას, რაც ერთი წლის წინ და ჩემთვის საქმიდან აი ამის ნახვა ტელევიზიით არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დილაც ამ ამბებით იწყება და ღამეც
რუსთაველი თავდება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ პირადად ჩემთვის ეს ბრძოლა არ დაწყებულა 1 წლის წინ, ესე როგორც გითხრათ, ძაფრად ეს ყველაფერი დაიწყო 2019 წელს გავრილობის ღამეს და როგორც ამ საქმეზე იზეიმა სამართალმა დაწესებული ვარ, ყველა დანაშაულზე იგივე შედეგით დამთავრდება, ამის იმედი მაქვს კი არა, უფრო დარწმუნებული ვარ ამაში. მთავარი სათქმელი ალბათ არის მადლობა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც არ იღლება და მიზნისთვის აკეთებს ყველაფერს. და კიდე დავამატებ ბოლოს, რუსთაველზე ვიდექი კარგ ადამიანებთან ერთად და აქაც საკანში ზუსტად ისეთივე კარგ ადამიანებთან ერთად ვარ. პირველი რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ გელა იმ 4 კედელში უფრო მეტად თავისუფალი არის, ვიდრე გარეთ ნებისმიერი წარმომადგენელი რეჟიმის. ამიტომ რომ ამ ადამიანებს არ შეუძლიათ რომ რამე გააკეთონ, მაგრამ გელა შეუძლია ყველაფერი გააკეთოს. მაგალითად, მის საკანში თუ ვინმე რამეს დაჭირდება, არ ვიცი, წერილს აფრენს, რომ რაღაცნაირად ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ამ ადამიანს დაეხმაროს ანიქ გვერდთა საკნებში სინდისის პატიმრებისთვის. ჩვენ ვაკეთებთ სხვებთან ერთად ყველაფერს, რომ სინდისის პატიმრების ხმა ყოველთვის და ყველგან ისმოდეს და ეს ადამიანები არიან ჩვენი ძალა. გელა არის დღეს ჩემი ძალა, ელენი არის დღეს ჩემი ძალა და მე იმედი მაქვს, რომ შევძლებ გავაკეთო იმდენი, რომ მათთვის გავხდეთ ძალა და იმ 4 კედელში გქონდეთ იმედი, რომ გარეთ მათი სახელით იბრძვიან ადამიანები, რომლებიც არ გაჩერდებიან და ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. ამ ქვეყანაში კობახიძის მიერ დაწერილი კანონის აღსრულება ხალხში არ ჯდება, ანუ არ მოდის. რამდენჯერაც დაწერა რაღაცა კანონი, იმდენჯერ მიიღო საპასუხო პასუხი. ბალაკლავები აკრძალა და ბალაკლავების მარში დაორგანიზდა. ფეიერვერკები აკრძალა და ფეიერვერკების მარში დაორგანიზდა. გზის გადაკეტების ამბავი იყო, პირიქით პასუხი მიიღეს და ამ კონკრეტულ კანონზეც, რომელიც ეხა კობახიძის აზრით გონია რომ აგვიგრძელოს ტროტუარზე დგომას, ის დარწმუნებული არის, რომ ჩვენ აქაც უკან არ დავიხევთ, აქაც მტკიცეთ და ბოლომდე დავდგებით და მე დღეს დავწერე პოსტი, რომ დღეს ვიქნები აქციაზე და ვიქნები აქციაზე მე და ყურა გელა ხასაიას სახელითაც, იმიტომ რომ თითოეულ ადამიანთან მან დაგვაბარა დიდი პატივისცემით და დიდი სიყვარულით მოკითხვა და რაც ნიშნავს იმას, რომ ეს გარეთ მყოფი ხალხი ვართ მათი უკანასკნელი იმედი, რომ აქ ბრძოლა არ გაჩერდება და ჩვენ აუცილებლად ყველა ერთად შევძლოთ, რომ დავიხსნათ ეს ადამიანები და დავიბრუნოთ საქართველო. ადამიანი ცulis. დროების ადამიანი. გადაცემის დროების ადამიანი ოფიციალური წარმომადგენია საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი.